შენ ჩაისახე მაშინ, როცა ჩემო ფოლეკულმა 22 მმ-ს მიაღწია და გასკდა. შენ ჩაისახე დიდი აფეთქების შედეგად. დიდი ხნის მერე მე ისევ წერა გადავწყვიტე და ისევ დავხუჭე თვალები. ასე გაცილებით ადვილია ჩავძრე საკუთარ თავში და ვხვდები, ცხოვრებაში რისი შეგრძნებაც არასდროს მინდოდა იმის დავიწყებას ვცდილობ. დახუჭული თვალებით გაცილებით მეტის დანახვა შეიძლება. მინდა იცოდე, რომ ეს სამყარო ილუზია. მე და შენ ამ ილუზიის ნაწილი და ღმერთი, დიდი ილუზიონისტი. თუმცა ღმერთზე ყველაზე ნაკლებად გესაუბრები ახლა და ზოგადად არ მიყვარს პოლიტიკაზე და რელიგიაზე საუბარი. ერთიც და მეორეც ჩემი აზრით უბედური ადამიანების მოგონილი სასაუბრო თემაა. ღმერთზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი უღმერთოები საუბრობენ. პოლიტიკაზე ცხოვრებაში მედაკარგული ჯოგი, სექსზე ვეტერანი ანანისტები, საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს მისტირიან გულზე მჯიღის ცემით ომს გაქცეული ყველაზე დიდი ლაჩრები. აქ არიან ყველაზე მორალურად იმპოტენტი მაჩოები და მექსიკურ სერიალში ინტიმური სცენის ყურებისას ორგაზმს მიღწეული მათი დიასახლისი ცოლები. რეალურად არ არსებობს არაფერი ნამდვილი. ყველაზე ნამდვილი ის სამყაროა, რასაც შენ გამოიქონებ. ჩემზე მშობიარობის დროს დედაჩემს არასწორი ქირურგიული ჩარევის შედეგად მილები დაეკეტა. გავჩდი მე და მოკვდა ოცნება მეორე შვილზე. მერე ყველაფერი ფრაგმენტულად მახსოვს. მახსოვს მოსკოვის პროექტის ბინა, ჩაი, კარაქიანი პური, ბახშიწვნიანის დიდი დანომრილი ქვაბი, მახსოვს ჩემი პირველი ჩინური კაბა და გერმანული თოჯინა, მახსოვს ჩემი პირველი ძაღლი და ისიც გერმანული, გრაფი. მახსოვს ბორჯომის პარკი და ფიჭვის აღეჭი რეზინი. ერთადერთი გემო რაც დამამახსოვრდა ბავშვობიდან. მახსოვს ჩემს ეზოში პროექტორით გაშვებული მულტფილმი და ხო, კიდევ ის მახსოვს, რაც ყველაზე მეტად მიხაროდა. ხალიჩების რეცხვის სეზონი ეზოში. საერთო სახალხო დღესასწაული. 90-იან წლებში გაზრდილი თაობის ყველაზე დიდი და სული შემძვრელი ატრაქციონი. მახსოვს მეგობარი, ვისთანაც ყოველ ღამე დილამდე ვსაუბრობდი. ოღონდ არ მახსოვს რაზე. და იყო რაღაცები, რისი დავიწყებაც მინდა. დრო ერთადერთი რამ არის, რასაც არასდროს დავაბრუნებდი. დავაბრუნებდი მხოლოდ ორს, მეგობარს და ჩემს გერმანულ ნაგაზს. სიცოცხლე მაშინ შევიგრძენი, როცა აღმოვაჩინე, რომ მე სხვა საუკუნეში გარდაცვლილი ადამიანის რეინკარნაციის ნაყოფი ვარ. სიკვდილის პირველად მაშინ შემეშინდა, როცა პირველი მენსტრუაცია მომივიდა და სამამულო ომში ფრონტის წინა ხაზზე დაჭრილი, usახელო ჯარისკაცივით სისხლისგან ვიცლებოდი. მერე უკვე წლებთან ერთად აღმოვაჩინე, რომ არსებობს სიკვდილის ბევრი გზა, ისეთი, როცა არ დგება სიკვდილი, როგორც შედეგი. მერე მე ვიზრდებოდი და პატარავდებოდნენ საგნები და ადამიანები. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჰაერი და სივრცე არ მყოფნის. ჩემი ცოტა უცნაური ხასიათის გამო ხალხს გიჟი რომ არ ვგონებოდი წერა დავიწყე. ხელი არა, მაგრამ სული შევაწმინდე ლიტერატურას. მერე ჭიშკართან ატოზული ერთგული ძაღლივით ველოდებოდი შთაგონებას. მერე ლოდინში ვკარგავდი დღეებს, თვეებს, წლებს, მინდოდა რამე ღირებული მეთქვა და აღმოვაჩინე, რომ არაფერი მქონდა სათქმელი. მამა ჩემი მეუბნებოდა, რომ წერო უნდა გტკიოდესო და მე ახალი ჭრილობების მოლოდინში ვიდექი ერთგული ძაღლივით და ველოდებოდი სხვა სოფელში დიდი ხევის გადაღმა გასულ ერთადერთ პატრონს. და ახლა, როცა 30-ს მივაღწიე, ხვდები, რომ ჩემგან არასდროს გამოვიდოდა დიდი მწერალი. ამ ასაკში უფრო ობიექტური ხარ საკუთარი შესაძლებლობების შეფასების დროს. ხვდები, რომ ამისთვის არც ტვინი ყოფნის და არც შთაგონება. ხვდები, რომ შენ ვერასდროს იტყვი ისეთ რამეს, რაც სუნთქვას შეუკრავს, მოკლავს, ან ცხოვრებისკენ მოაბრუნებს სხვა ადამიანს. ერთადერთი რისის შექმნა ჩვენ შეგიძლია შენი მორიგი ნაგავი ავტოპორტრეტია, ყოველგვარი ლიტერატურული ღირებულების გარეშე. ფეკალური მასა, ბევრ ფეკალურ მასას შორის. წერდი ავტოპორტრეტებს ყოველი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ და ეს უფრო დეპრესიული ფსიქოპატის ყვირილს ჰგავდა ვიდრე წერას. მტოვებდნენ და ვტოვებდი, მანადგურებდნენ და ვანადგურებდი იდეალური სიყვარულის მოლოდინში. ხო,
მე ერთგული ძაღლივით ველოდებოდი ერთადერთ პატრონს. იყვნენ გამოსირებულები და უფრო. იყვნენ თავზე ხელაღებული ქუჩის ბიჭებიც და დედიკოს ბიჭებიც. იყვნენ გამოუსწორებელი რომანტიკოსებიც და დიადიანანისტებიც. იყვნენ და მერე გავიცანი მამაშენი. მამაშენი, რომელსაც ჩემი უფრო მეტად სჯეროდა ვიდრე მე საკუთარი თავის და მე ის ამის გამო შევიყვარე. ჩვენ ცხოვრობდით ხალხისგან შორს და ხალხის დასანახად. ვაფრიალებდით გრძნობას საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოფენილი საცვალივით. სანამ ერთ დღესაც არ აღმოვაჩინეთ, რომ მერე მომბეს და ყველა მცდელობა თავი ბედნიერად მეგრძნა. მერე ვცხოვრობდით დიდხანს და უბედურად. მერე უფრო ხშირად ვუნდოდი, ვიდრე ვუყვარდი. შენ დიდი სურვილის ნაყოფი ხარ. შენ ჩაისახე მაშინ, როცა ჩემმა ფოლეკულმა 22 მილიმეტრს მიაღწია და ბუხ გასკდა. შენ ჩაისახე დიდი აფეთქების შედეგად. გამარჯობა. მე დალუარ. დედა შენი. უკანასკნელი მონოგამი. არ შემდგარი მწერალი და შენი შემოქმედი. ხო. ყველაზე ნამდვილი სამყარო ისაა, რასაც შენ გამოიგონება და დახუჭული თვალებით, გაცილებით მეტის დანახვა შეიძლება.